2000 წლით ადრე იყო აქ პატარა დასახლება. ვინც იყო თავისთვის, არამ როგორც ყოველთვის ევროპელებმა არ შეაწყვეს. ეს იქნება Giveaway 1-ის სამოგზაურო არხი. რადგან ჯოგლებრივ ტროპიკებში ვარ, ესეთ ტენიან მწვანე ჯუნგლებში და ასევე ზღვის პირას. ტემპერატურა საკმაოდ მაღალი არის. ერთი არის რაც ახლა თბილისში რო ცხოვრობ თუ საქართველოში თუ ნამოგზაურები მაგ და ნალაშქრები მაგ, ყოველთვის ყველა მიცით როგორი სტაბილური და რაღაც მეტნაკლებად გამკლავებადი ტემპერატურა არის და ეხლა და საზღვარგარეთ უკვე სადაც მივლია და ეხლა ეს ადგილების აღმოჩენების დრო წავედი და უფრო მიყრუებულ წერტილებს მივადექი. ხედავ თუ როგორი რადიკალურად განსხვავებული ამინდები არის. ტემპერატურა და ტენიანობა კონკრეტულად. რო გამოდიოდი? სახია, ხო არ იჭმევარ ეტა. რო გამოდიოდი? მაგარი მოღრუბული იყო და მეთქი ნუ რა უნდა იყოს ახლა ეგეთი. გეჩასვლელი არის. რა უნდა იყოს მეთქი ეგეთი. მაგარი მოღრუბული იყო და მეთქი კიდე იწვიმებს და საწვიმარი წამოვიდა. მაგრამ ეხლა მზე გამოვიდა, რუბლები გადაიწმინდა და მაგრა დააჭირა. და არ წამოვიღე სათვალები, არ წამოვიღე ქუდი და არ წამოვიღე სპეციალური მზის დამცავი ზედა. ეხლა რატო არის ეს ყველაფერი საჭირო? ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ადგილებში რეკომენდაცია არის ესეთი. სადაც არ უნდა იყოს, მზეს უნდა ერიდო მაქსიმალურად. პირველი ეხლა რაც გაგვახსენდება არის მზის დამცავი კრემი. მე მაგას ძალიან ხშირად არ ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ ხა სუმზაზე ვარ, სულ კრემში ვერ იქნება. თუმცა როცა საჭირო არის, შეიძლება გამოიყენო. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მაგასთან დაკავშირებით, უნდა მიაქციო ყურადღება, თუ რისგან შედგება ეს. არის ძალიან ბევრი მავნებელი საშუალებებისგან, არის მეტნაკლებად ნორმალურებიც. ყველაზე მაგრა ვემხრობი იმას, რომ ცოტა თავი უნდა შევიწუხო და მზეს ავერიდო. ვერიდები ზუსტად ესე არის კონკრეტული მაისურები, რომელსაც აწერია +50 UPF. კონკრეტულად გათვლილი არის სტანის 60, რომ გრილად იყოს შიგნით და მზის ულტრაისფერის სხივებისგან დაგიცოხოს. აი იქ ვიყავი თავისუფალ ყვინთვალზე გუშინ. ერთ-ერთი მეგობარი აქ იყო საავსკოთ ამოსული, მის ხრა რომ მანტარეები დაინახა და ზუსტად მან დრო ჩავედი, ძალიან ბევრი დაგხვდა და ეხლაც ვხედავ, არ ვიცი 10 ცალიც ურავს აი იმ ადგილას და რამდენიმე აი აქ. მან კიდე წავა საყვინთავად. ჩემს უკან ეს შენობა არის ყველაზე პატარა ციხე. შიგნით 3 პატიმარია, რომელსაც შეუძლია ეზოში გამოვიდეს, ეზო დაალაგონ და უნდა იყვნენ ამ ტერიტორიაზე. ეს არის ჩვენი ბაზარი. აი ეს ეყიდიან ხილს და ოსტნეულებს. ოჰო, ამა შეხედე. 9 საათი არ ჩემი დროით გათენდა. სადავარ. ჩემი სამეზობლო. აი ღვიძეთ. აქაურობას თავისი კლიმატი და თავისი ღრუბელია ყოველდღიური და წვიმა დღეში 3ჯერ. მაგზეო მაგარი ტენიანობა, მაგრამ მაინც მაგარი სასიამოვნო გარემოა. Propriété privée, on a mis ici le conteneur. Ჩემი კატა.
This thing is like 1 ton. It's you. You got it. Yeah, I know it looks dodgy. Yeah, I think you can lift it now. Come on, Bryce, you got this. It's fine, I forgot the gloves. No, it's okay. დამტოვაკ. ვარსად არ წავალ, არაა პრობლემა. 2-13 გავიარე და რამ სიმაღლეზე ვარ. Bryce არის ჩემი მეზობელი. ბაჰადან გადმოკვეთა თავის მეგობართან ერთად, იგივე მარშრუტი გაიარა, რაც მე. ხელთათმანები გამოსადეგი იქნებოდა ახლა ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ყველაფერს ხელს კიდევ, ცოტა გიოფლიანდება ხელი. რატო გიოფლიანდება, ალბათ იკითხავდა ალბანერიულობის გამო. ჩემი ჩრილი რა მაგრაჩას. აი ეს რაღაცებს ვაკვირდები, სანმე რამე ბზარი არ კონდეს, როცა ამოდიხარ. ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი აქ ჩდება ხოლმე ბზარები და აი აემის ზოლზე. მაგ დროს სვლიან ამას, ესენი დაახლოებით 10 წელი ძლებენ. ეს არის საფეხურები. ძალიან კომფორტულია, რომ იქ კარგად დადგე. და იალხნის თავზე იმუშაო. მაგარი რამე არის. ამა. სოდაც. ეს მეუნება სიჩქარეს ქარის, ეს მეუნება მიმართულებას, ეს ელექტრონულად გადაეცემა დაბლა ინსტრუმენტებს. ეს არის ანტენა, უნდა იყოს მაღალზე, ეს არის მიმართულების შუქები, ეს არის როცა ღუზა გაქვს ჩაგდებული მაგის შუქი. გავაკეთოთ რისთვისაც ამოვედი აქ. ყველაფერი გამოვიმარტივე, ყველაფერი წამოვიღე, რაც მჭირდება. 2 ცალი ბლოკი მაქვს. ერთი კარგია, ერთი გაჭედილია, great. კარგში გადავაგდე. Okay, drop in the line. სულ ბედნიერებს შემატა, ის რო გაიჭედა, ეს დანატირები. Yes, do you see it? Okay, close. See it. Yeah? Okay, grab it. So, ეხლა მე ეს თოკი გავაძრუნე მთელ იალქანში. სათევზაო თოკი არის. ის ჩაკიდებს თოქს ჩააბავს, რომელიც აქ უნდა ამოვიტანო, მთავარი თოკი, რომელიც აი ესე იყო ჩაშვებული და გაწყდა სადღაც აი აქ. ეს ჩემი დიდი ყვითელი იალქანი, ზურგის ქარის იალქანზე მუშაობ. ეხლა ჩააბავს. მე წესით აქ უნდა ამოვიტანო თავისუფლად. ეხლა კიდე ტალღებში არა ვარ, ბოლოს რო ვიყავი აქ ამოსული, ისეთ საქანაოებ და დღეში ვიყავ. Hold on, let me take a selfie. Oh yeah. ესეთია იალქანზე ყოფნა. ეხლა ვარ წყლის დონიდან დაახლოებით 19 მეტრ სიმაღლეზე. Bryce, wave! Hey! ეგარი დავითრიე. Stop! Oh no! I dropped the line! 2 hours later. ხაველოდები Bryce-მა რომ თოკი ახლიდან ჩააბას. კაუჭი გააკეთოს, ამოვიტანო. Aha! Got it! That's what was the note. Okay, lower. ეს სიტუაცია მაქვს აქ. აი ეს გაწყდა, რავი აქ რა მოხდა? ავიდა.
აი ხა ერთიც butterfly კვანძი done. Okay. Oh. თან არ მინდა ამაში გავიჭედო. ზესით შინაკიდან არ წავალ. Okay, go. Oh man. The third time. Thanks so much. My pleasure. This? Yeah! Vidi! პირველი ადგილი, პირველი. That's the first place. Yeah. The champs. Yeah. The waves times. 66 კილომეტრი გაიარეს და ის არის finish line. ეს იყო ამეთი საერთაშორისო შეჯიბრი. National, right? National. What do you think? How many? Sure, like Marquesian Cups or something like that. National Marquesian team, first place. You got this! Oh, you guys are fast! Yeah. აი მოდის კიდე ერთი გუნდი მოდის. ესენი არიან მგონი მე-7 თუ მე-8 ადგილი. აი ესე ტრადიციულად ხდებიან აკაურები. ეს შეჯიბრი არის საფრანგეთის პოლონეზიაში ყველაზე ძლიერი ამ სპორტის მოღვაწეებისთვის. 7 საათი მოცურავეს საერთოდ სხვა კუნძულიდან, შუა ოკეანეს კვეთავენ. მოვიდნენ! აუ! Venez rejoindre votre camarade. Me maite aquí al auto. Big crater. Beautiful road. მანქანით გამიყოლა და გავიცანი, აქ დაბადებული გაზრდილი კაცი იყო ერთი. რაც ორი დიდი გზა არის, რამოდენიმე საათის და ეს ყველაფერი მომატარა, დამთვალიერებია, ხედებზე გადამახედა, რომ სურათები გადამოიღო და მაგრამ ჩემის ფერმაც აქვე არისო. დაახლოებით 1-2 საათი მომუშავა. და მე ჯილდოთ ხილი გამომატანა, მადლობა გადამიხადეს დედამისის დაბრენდილი თაფლი გამომატანეს, ანუ ეს ხილი და თაფლი არის ჩემი ყველაზე უსაყვარლესი პროდუქტები და ამ ბუნებაში სუფთა ჰაერზე გაზრდილი აქაური წყალით მორწყული, ანუ
შუატყეში იყო ეს ფერმა. მანგოების ხილი, პალმები, ანანასის ბუჩქები, რაღაცა კიდე უცნაური ხილები გავსინჯე პირველად დავინახე ეგეთი, მაგრამ ძალიან გემრიელი იყო. ეგო ჩემი დღევანდელი ლაშქრობის დღე. თუ რაც იყო.